ამუგა გოგიტიძე ბათუმის ყოფილი მერის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. მოქალაქე რობერტ ჩხაიძეს და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროს ხელშეკრულებების პირობების დარღვევა შეადანაშაულებს. თემაზე დღეს ირინე წუწუნავა მუშაობდა. იმ შემთხვევაში თუ კი ასაშენებელ შენობა ნაგებობას ექნება მანქანის გასაჩერებელი ადგილი, გამყიდველს უნდა ჰქონდეს ერთი ავტომობილის გასაჩერებელი ადგილით უფასო სარგებლობის უფლება. აღნიშნული პირობა გახდა სწორედ მამუკა გოგიტიძის ყოფილ მერთან დაპირისპირების მიზეზი. გოგიტიძე რობერტ ჩხაიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და იმ ფართობს ითხოვს, რომელიც ჩხაიძის მიერ ხელმოწერილ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული. ოფიციალური დოკუმენტი გოგიტიძე მერიასთან 2010 წლის 4 მარტს გააფორმა. ბინის მიღება ჩაბარების აქცია საბოლოოდ ხელი უნდა მომეწერა. ავტოფარეხის ადგილი ჩემი უფასო სარგებლობით უნდა მქონოდა. ეს მუხლი ამოღებული იყო. მიმართე თვითონ ყოფილ იურის ირაკლი სურმანიძეს, რომ რა მიზნით ჩამიდეს ეს მუხლი ხელშეკრულებაში და რატო არის დღეს, რატომ უნდა ვირბინო მე სასამართლოში, რატომ უნდა ვირბინო ტელევიზიებთან მაგალითად. პასუხი ვერ მივიღე, მე ეს ხელშეკრულება რომ დავამთავრეო, მე გადავედი ახალ თანამდებობაზე. გოგიტიძის პრეტენზიებს ირაკლი სურმანიძე არ პასუხობს, კომენტარს არ აკეთებს არც ყოფილი მერი. განმარტებებს თავს არიდებენ მერიაში. 4 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულებით კი მამუკა გოგიტიძე მერიას თავდადებული 7 ნომერში მდებარე საცხოვრებელი ფართობი დაუთმო. სანაცვლოდ მერიამ გოგიტიძეს რუსთაველის 15 დროშ 17-ში მდებარე კორპუსში ბინა გადასცა. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მერიასთან ავტოფარეხების გაცემის ვალდებულება არ აუღიათ. ჩვენმა კომპანიამ აიღო ვალდებულება გადაეცა საცხოვრებელი ბინები, ანუ საცხოვრებელი ფარგლი. მთლიანობაში არის 733 კვადრატული მეტრის, ასე ვთქვათ, ოდენობერია. თუ ვთქვათ, ცალკე ქონდა მესამე პირებთან აღებული ვალდებულება, თუ ესეთი დათქმა ქონდა ჩადებული, მაშინ მერია ვალდებულია ეს პირობა შეასრულოს. თუ ესეთი ცალსახა, ასე ვთქვათ, ვალდებულება იყო, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ყოველ შემთხვევაში ესეთი, ასე ვთქვათ, გარიგება და ესეთი პირობების დათქმა ხელშეკრულებაში არ ყოფილა. ამიტომ ჩვენ ბუნებრივია ავტოფარეს ვერ გადავცემდი და არც გადავცემ. ბინაიდან მშენებელ კომპანიას ქალაქის მუნიციპალიტეტთან ავტოსადგომის ვალდებულება არ ჰქონდა, იურისტები მერიის მხრიდან ზარალის ანაზღაურებაზე საუბრობენ. იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების დარღვევის გამო დაზარალებულმა სასამართლოს უნდა მიმართოს. როგორც ირკვევა, მერია ვალდებული იყო გამყიდველისთვის, ასე ვთქვათ, გადაეცა გასაჩერებელი ავტო ადგილი, სადაც მოახდინა მესაკუთრე საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებას. ამ შემთხვევაში ეს პირობა რადგანაც იქნა დარღვეული, მხარე ამ შემთხვევაში ვალდებულია და უფლებამოსილიც არის მიმართოს სასამართლოს და სასამართლო წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. სასამართლო დავას არ გამორიცხავს მამუკა გოგიტიძე. იგი ქალაქის ყოფილი მერისა და მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.